ოდესმე შეგიმჩნევია, რომ ტელეფონს მხოლოდ საათის შესამოწმებლად იღებ, მაგრამ აზრზე მოსვლისას ხვდები, რომ უკვე 9 საათია სოციალურ ქსელში უმიზნოდ სქროლავ. შენ არც კი იცი, რომ ნარკოტიკზე ხარ დამოკიდებული. ეს ნივთიერება დოფამინია, ტვინის ჯილდოს სისტემის მთავარი მოთამაშე, რომელიც გვაიძულებს გავიმეოროთ ის ქცევები, რომლებიც გვპირდებიან სიამოვნებას. რა არის დოფამინი და რატომ გვაქცევს მძევლად? მარტივად რომ ვთქვათ, დოფამინი არის ნეიროტრანსმიტერი, ქიმიური მაცნე, რომელიც ჩვენი ტვინი გამოიმუშავებს. ხშირად მას შეცდომით სიამოვნების ჰორმონს უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში ის სურვილისა და მოლოდინის ჰორმონია. მისი მთავარი ფუნქციაა გვიბიძგოს ქმედებისკენ. ევოლუციურად დოფამინი გვაიძულებდა გვეძებნა საკვები, წყალი და პარტნიორი გადარჩენისთვის. როდესაც ტვინი ხედავს პოტენციურ ჯილდოს, ის გამოყოფს დოფამინს, რაც გვეუბნება, მიდი, გააკეთე ეს, კარგი იქნება. პრობლემა იმაშია, რომ თანამედროვე სამყარო სავსეა ხელოვნური სტიმულატორებით, სოციალური ქსელები, შაქარი, ვიდეო თამაშები, პორნოგრაფია, რომლებიც ტვინს იმაზე ბევრად მეტ დოფამინს აწვდიან, ვიდრე ბუნება ითვალისწინებდა. შედეგად ჩვენ ვხდებით დამოკიდებულნი ამ იაფფასიან დოფამინზე და ვკარგავთ მოტივაციას რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. აი როგორ მუშაობს ეს. როდესაც აკეთებ რაიმე სასიამოვნოს, ჭამ შოკოლადს, უყურებ პორნოს, სქროლავ სოციალურ ქსელებში, დოფამინი მკვეთრად იმატებს, გრძნობ კაიფს, ეიფორიას, სიამოვნებას. ტვინი სიამოვნების ზენიტშია და უნდა კიდევ და კიდევ, უფრო და უფრო მეტი. მაგრამ აქ არსებობს ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც უნივერსალური სამყაროს კანონის შესაბამისია. რაც ადის მაღლა, ის აუცილებლად ეცემა დაბლა. მკვეთრი აღმასვლის შემდეგ ყოველთვის მოდის ვარდნა, თუმცა არა საწყის დონემდე, არამედ ბევრად უფრო დაბლა. ამას ქვია დოფამინური ორმო. როდესაც დოფამინი ეცემა საწყის დონეზე დაბლა, გრძნობს სიცარიელეს, დაღლილობას, შფოთვას, გაღიზიანებას, მოტივაციის არარსებობას. ყველაფერი აზრს კარგავს. ამ მომენტებში უბრუნდები არაფრის მომცემ რეალობას და ეს ტვინისთვის უკვე დისკომფორტია. ტვინი იწყებს სწრაფი გამოსავლის ძებნას და ის მას პოულობს ისევ და ისევ ძველ, ნაცნობ ჩვევებში. კიდევ ცოტა სქროლვა და უკეთ გახდები, კიდევ ცოტა შაქარი და უკეთ ხარ. ყოველ ასეთ მომენტში იღებ დოზას და ის გრძელდება უსასრულოდ. დოფამინი ისევ მიფრინავს ზევით, შემდეგ კი ისევ ეცემა დაბლა და ასე უსასრულოდ. დოფამინი ისევ მიფრინავს ზევით, შემდეგ კი ისევ ეცემა დაბლა და ასე უსასრულოდ. ტვინისთვის დოფამინის პიკები თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, რის საფუძველზეც ის თავდაცვის ფუნქციას რთავს. სწორედ აქ ვაწყდებით ყველაზე საინტერესო და ამავდროულად საშიშ ფენომენს, რასაც დოფამინური ტოლერანტობა ეწოდება. დოფამინური ტოლერანტობის მექანიზმის გასაგებად, უნდა წარმოვიდგინოთ ტვინი როგორც სრულყოფილი თერმოსტატი, რომლის უმთავრესი მიზანია ბალანსის, ანუ ჰომეოსტაზის შენარჩუნება. როდესაც ჩვენ განვეცდით ბუნებრივ სიხარულს, მაგალითად გემრიელ ვახშამს ან მეგობართან საუბარს, ტვინში გამოიყოფა დოფამინის ზომიერი ჯანსაღი დოზა. ეს მსგავს სასიამოვნო მუსიკას, რომელსაც ჩვენი რეცეპტორები, დოფამინის მიმღები ანტენები სიამოვნებით უსმენენ. მაგრამ როგორც ავღნიშნეთ, თანამედროვე სამყარო სავსეა სუპერსტიმულატორებით. სოციალური ქსელები, ვიდეო თამაშები, შაქარი, ნიკოტინი თუ სხვა სუბსტანციები. ისინი ტვინს დოფამინის არაბუნებრივად დიდი ტალღით ტპორავენ. წარმოიდგინეთ, რომ 7 მუსიკის ნაცვლად უეცრად დინამიკებიდან გამაყრუებელი ხმაური წამოვიდა. რას იზამთ თქვენ? ბუნებრივია ყურებზე ხელს აიფარებთ, ან ხმას ჩაუწევთ. ზუსტად ამას აკეთებს ტვინიც. როდესაც ნეირონები ზედმეტად ხშირად და ინტენსიურად იბომბება დოფამინით, ტვინი პანიკაში ვარდება. ზედმეტი აღზრნება მისთვის საზიანოა, ამიტომ ის რთავს თავდაცვის მექანიზმს, რომელსაც სამეცნიერო ენაზე დაუნრეგულაცია ეწოდება. მარტივად რომ ვთქვათ, ტვინი ამცირებს დოფამინის მიმღები რეცეპტორების რაოდენობას. ეს მსგავს კარის დახურვა დაუპატიჟებელი სტუმრების წინაშე. ტვინი ფიზიკურად ცვლის თავის სტრუქტურას, რათა ნაკლებად მგრძნობიერე გახდეს სტიმულის მიმართ.
სწორედ ეს არის ტოლერანტობა. მდგომარეობა, როდესაც იგივე ეფექტის მისაღებად გჭირდებათ გაცილებით მეტი დოზა, მეტი სქროლვა, მეტი სიტყვა ან მეტი აზარტი. ის, რაც გუშინ გაბედნიერებდათ, დღეს უკვე აღარ არის საგმარისი, რადგან თქვენი ანტენები დაზიანებულია და სიგნალს ვეღარ იჭერს. აქ კი ვაწყდებით ყველაზე საინტერესო ფენომენს, რასაც დოფამინური ტოლერანტობა ეწოდება. როდესაც ნეირონები ზედმეტად ხშირად და ინტენსიურად იბომბება დოფამინით, ტვინი პანიკაში ვარდება. ზედმეტი აღზნება მისთვის საზიანოა, ამიტომ ის რთავს თავდაცვის მექანიზმს, რომელსაც სამეცნიერო ენაზე დაუნრეგულაცია ეწოდება. მარტივად რომ ვთქვათ, ტვინი ამცერებს დოფამინის მიმღები რეცეპტორების რაოდენობას. ეს გავს კარის დახურვა დაუპატიჟებელი სტუმრების წინაშე. ტვინი დოფამინური ტოლერანტობის სრულყოფილად გასაგებად, უნდა ჩავიხედოთ ტვინის კიდევ უფრო ღრმა შრეებში, სადაც სიამოვნება და ტკივილი ერთმანეთთან უცნაურ ცეკვას ასრულებენ. თანამედროვე ნეირომეცნიერება გვიმტკიცებს, რომ ტვინის ის უბნები, რომლებიც ამუშავებენ სიამოვნებას, ასევე პასუხისმგებელნი არიან ტკივილის აღქმაზე. წარმოიდგინეთ ეს პროცესი როგორც საქანელა ან სასწორი. როდესაც ჩვენ ვიღებთ იაფ დოფამინს, მაგალითად საათობით ვატარებთ დროს სოციალურ ქსელში, საქანელა მკვეთრად იხრება სიამოვნების მხარეს. მაგრამ ტვინის უმთავრესი მიზანია ბალანსის, ანუ ჰომეოსტაზის შენარჩუნება, მას სძულს დისბალანსი. იმისათვის, რომ სასწორი გაათანაბროს, ის არამარტო აბრუნებს მას ნეიტრალურ მდგომარეობაში, არამედ მთელი ძალით აწვება საპირისპირო მხარეს, ტკივილის მხარეს. სწორედ ეს არის მიზეზი იმ აუხსნელი შფოთვისა და სიცარიელისა, რომელსაც ვგრძნობთ დიდი მხიარულების ან გადაბმული სკროლვის შემდეგ. ეს არის დოფამინური ნაბახუსევი. ტოლერანტობის ჩამოყალიბებისას ეს საქანელა უფრო და უფრო ხშირად იჭედება ტკივილის მხარეს. შედეგად ადამიანი მოიხმარს სტიმულატორს არა იმიტომ, რომ თავი კარგად იგრძნოს, არამედ იმიტომ, რომ შეწყვიტოს ტკივილი და უბრალოდ ნორმალურად იგრძნოს თავი. ეს არის მომენტი, როდესაც სურვილი საჭიროებაში გადაიზრდება. დოფამინური ტოლერანტობა არ არის მხოლოდ ქიმიური პრობლემა. ეს არის ბრძოლა ჩვენს ორ უმთავრეს ნაწილს შორის. ტვინის სიღრმეში არსებობს ლიმბური სისტემა, ჩვენი პირველყოფილი, იმპულსური ნაწილი, რომელსაც მინდა აქ და ახლა პრინციპი მართავს. ხოლო შუბლის მიღმა მდებარეობს პრეფრონტალური ქერქი, ჩვენი შინაგან გენერალური დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია დაგეგმვაზე, ნებისყოფაზე და მომავალის ხედვაზე. ჯანსაღ ტვინში პრეფრონტალური ქერქი აკონტროლებს ლიმბურ სისტემას. ის გვეუბნება, არ შეჭამო მეორე ნაჭერი ტორტი, ხვალ ვარჯიში გაქვს, მაგრამ როდესაც დოფამინური სისტემა გადატვირთულია და ტოლერანტობა გამომუშავებულია, კავშირი ამ ორ ნაწილს შორის სუსტდება. დოფამინის ქაოსი თიშავს პრეფრონტალურ ქერქს. ეს ხსნის იმ ფენომენს, როდესაც ზუსტად ვიცით, რა არის ჩვენთვის საზიანო, მაგრამ თითქოს ვიღაც სხვა მართავს ჩვენს ხელებს, როდესაც სმარტფონს ვიღებთ ან მავნე საკვებს ვყიდულობთ. ჩვენი შინაგანი დირექტორი დროებით მუნჯდება, ხოლო იმპულსები იღებენ მართვის სადავეებს. ტოლერანტობა გვართმევს არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ საკუთარი თავის მართვის უნარსაც. იაფი და ძვირი დოფამინი, ხარისხის მნიშვნელობა. ყველა დოფამინი ერთნაირი არ არის. პრობლემა არა თავად მოლეკულაშია, არამედ მისი მიღების გზებში. ტოლერანტობას ძირითადად იწვევს ეგრეთ წოდებული იაფი დოფამინი, სიამოვნება, რომელიც მიიღება ძალისხმევის გარეშე. სოციალური ქსელები, პორნოგრაფია, არაჯანსაღი საკვები, ნარკოტიკები, ეს ყველაფერი გვაძლევს ჯილდოს შრომის გარეშე. ტვინი ამას აღიქვავს როგორც ბიოლოგიურ ტყუილს. ევოლუციურად დოფამინი უნდა ყოფილიყო ჯილდო ნადირობის, შრომის ან შექმნის შემდეგ. ამის საპირისპიროდ არსებობს ძვირი, ანუ გამომუშავებული დოფამინი. ეს არის სიამოვნება, რომელიც მოდის ვარჯიშის, სწავლის, მძიმე პროექტის დასრულების ან ცივი შხაპის მიღების შემდეგ. საინტერესოა, რომ ასეთი ქმედებები თავდაპირველად არ იწვევს დოფამინის მკვეთრ პიკს. პირიქით, ისინი ხშირად დისკომფორტთან, მცირე ტკივილთან არის დაკავშირებული. მაგრამ გახსოვთ საქანელა?
როდესაც ჩვენ შეგნებულად ვირჩევთ ჯანსაღ დისკომფორტს, მაგალითად სირბილს, ტვინი ამას აბალანსებს დოფამინის გამოყოფით, რომელიც არის სტაბილური, ხანგრძლივი და არ იწვევს ტოლერანტობას. ძვირი დოფამინი ზრდის ჩვენს რეზისტენტობას და გვიბრუნებს სიცოცხლის ხალის, რადგან ის ბუნებრივ კანონზომიერებას ეფუძნება. ჯერ შრომა, შემდეგ ჯილდო. თუმცა ამ ისტორიას აქვს შთამაგონებელი დასასრული, რადგან დოფამინური ტოლერანტობა არ არის განაჩენი. ის არის შედეგი. და რასაც აქვს შედეგი, მას აქვს რევერსი, ნელა, ეტაპობრივად აღდგენა. დოფამინური ტოლერანტობის და დოფამინურ დეტოქსს უწოდებენ. ჩვენ ტვინს ვაძლევთ დასვენების საშუალებას. თავდაპირველად ეს რთულია, თითქოს მოწყენილობა გარხჩობთ, მაგრამ ეს მოწყენილობა სინამდვილეში განკურნება. ხშირად გვესმის დოფამინ დეტოქსი. თითქოს ერთ-ერთ დღეს ყველაფერს წყვეთ. ტელეფონს აქრობ, არაფერს აკეთებ და ტვინი განიკურნება. რეალობა უფრო სამართლიანია და უფრო ნელიც. ტვინს სჭირდება არა ერთჯერადი შოკი, არამედ ახალი რიტმი. ეს რიტმი შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ეტაპს. პირველი ეტაპი არის გაცნობიერება. კარგად უნდა გესმოდეს, რომ დოფამინური ტოლერანტობის შედეგი არის ნებისმიერი სახის დამოკიდებულება. დამოკიდებულება კი არ არის მხოლოდ ჩვევა, ეს შენი იდენტობის ნაწილია. ერთგვარი გამკლავების მექანიზმი თუ როგორ უმკლავდები ემოციურ სირთულეებს. ეს შენი სიცარიელის შევსების გზაა და თუ მას ამოგლეჯ რაიმე სასარგებლოთი ჩანაცვლების გარეშე, დარჩება ხვრელი. ამიტომაც დიდია ალბათობა იმისა, რომ კვლავ დაუბრუნდები ძველ გზას. პირველ ნაბიჯად საკმარისია შევამჩნიოთ, რაზე ვგრძნობ ზედმეტლ ტოლობას, რაზე მეკარგება კონტროლი. სად მაქვს ერთჯერადი სიამოვნებისა და ხანგრძლივი სიცარიელის ციკლი. ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხი უკვე გვაშორებს ავტომატურ რეჟიმს. ხშირად უფრო რეალისტურია, არა ერთდროული უარი ყველაფერზე, არამედ თანდათანობითი შემცირება. მაგალითად, სოციალური ქსელები, დროის ლიმიტის დაწესება, შეტყობინებების გათიშვა. შაქარი და ჯანკ-ფუდი არა ერთ დღეში მთლიანად ამოღება, არამედ კონკრეტული ფანჯრების შექმნა და ახალი, შედარებით ჯანსაღი ალტერნატივების დამატება. პორნოგრაფია, აზარტული თამაშები, ნარკოტიკი. აქ ხშირად საჭიროა უფრო მკვეთრი ზომები და პროფესიონალური მხარდაჭერა, რადგან დოფამინური ტოლერანტობა უკვე ღრმა დამოკიდებულებად არის ქცეული. სიძნელის შეგნებული მიღება. როდესაც ვამცირებთ ძლიერ სტიმულებს, პირველი დღეები და კვირები შეიძლება იყოს რთული, მოწყენა, გაღიზიანება, არაფრის ხალისი, შფოთვა. ეს ის ეტაპია, როცა ტვინი ჯერ კიდევ არ გაჩერებულა ძველ რიტმზე მცდელობისგან. 10 წლიანი ხმაური ერთ დღეში ვერ გაქრება. სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, ეს ნორმალური, დროებითი ფასია აღდგენის გზაზე. ფიზიკური აქტივობა, სეირნობა, სირბილი, იოგა, ცეკვა. შემოქმედება, მუსიკა, ხატვა, წერა, ხელსაქმე. სიღრმისეული ურთიერთობა, გულწრფელი საუბრები, მხარდაჭერა, ემპათია. პროგრესი მცირე ნაბიჯებით, ახალი უნარების სწავლა, მიზნების დაყოფა პატარა ეტაპებად. პრაქტიკული რჩევა. გამოიყენე დოფამინის საქმისთვის, დაყავი დიდი საქმე ძალიან პატარა ნაბიჯებად და თითოეულის შესრულების შემდეგ დააჯილდოვე თავი, მაგალითად 5 წუთი დასვენება, ყავა, შექმენი ჩექლისტი,
ბჭიჭკის დასმა შესრულებულ საქმეზე ტვინისთვის მცირე დოფამინური ჯილდოა. ასეთი აქტივობები არ იძლევა აფეთქებებს, მაგრამ ისინი ააგებენ სტაბილურ ფონურ ენერგიას. დოფამინის ტალღები მშვიდდება, მაგრამ ემოციების სპექტრი ფართოვდება. მიზნისა და აზრის დაბრუნება. დოფამინი ყველაზე ბუნებრივად მუშაობს, როცა გვაქვს მიმართულება, არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ აზრი. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი ყოველდღიური შრომა ემსახურება რაღაც უფრო დიდს, ვიდრე მხოლოდ კიდევ ერთ გამონათებს, დოფამინი ეხმარება მას გახდეს გამძლე, შრომის მოყვარე, კრეატიული. ამ დროს მასზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული როგორც ნარკოტიკზე. ის იქცევა პარტნიორად, რომელიც გვიბიძგებს წინ, მაგრამ არ გვათრევს ძალით. ამ ყველაფერს დრო ჭირდება. ტვინის რეცეპტორები ვერ გადაიფიქრებენ ერთ ღამეში. კარგი, всё, დაუბრუნდეთ ძველ ნორმალურ მდგომარეობას. შეიძლება კვირები გავიდეს, როცა უბრალოდ ვიტყვით, ვცდილობ, მაგრამ მაინც ცარიელი ვარ. და სწორედ აქ გვჭირდება მოთმინება, თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ და სისტემურობა. დოფამინული ტოლერანტობის დაძლევა არ ნიშნავს ასკეტურ ცხოვრებას, სადაც სიამოვნება აკრძალულია. ეს ნიშნავს სიამოვნების წყაროების ჩანაცვლებას და კონტროლის დაბრუნებას. ეს არის გადასვლა მომხმარებლის ფსიქოლოგიიდან შემოქმედის ფსიქოლოგიაზე. როდესაც ტოლერანტობა ქრება, ჩვენ ვიღებთ ყველაზე დიდ საჩუქარს, დროს და ფოკუსს. ჩვენ შეგვიძლია დავსახოთ გრძელვადიანი მიზნები და მივყვეთ მათ, რადგან ჩვენი ტვინი აღარ ითხოვს მყისიერ შედეგს ყოველ 5 წუთში. ჩვენ ვსწავლობთ პროცესით ტკბობას და არა მხოლოდ შედეგით. საბოლოო ჯამში, დოფამინური ბალანსის აღდგენა არის თავისუფლების აქტი. ეს არის განაცხადი, რომ ჩვენ არ ვართ ბიოქიმიური მარიონეტები, რომლებსაც ალგორითმები და მარკეტინგული ხრიკები მართავენ. ეს არის არჩევანი, ვიცხოვროთ გაღვიძებულებმა, ვიგრძნოთ სამყაროს რეალური გემო და ვიპოვოთ ბედნიერება არა გაქცევაში, არამედ საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიულ კავშირში. გახსოვდეს, ბედნიერება არა სიამოვნების მუდმივ დევნაშია, არამედ საკუთარი სურვილების მართვაშია. თუ მოგეწონათ თემა და გსურთ კიდევ ბევრი საინტერესო თემის განხილვა, გამოიწერეთ არხი.